საჯარო გაშლის პასუხები, როგორ მხედავენ უზენაესი ძალები. მათ ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, ვიტყოდე ესეთ რაღაცას, რომ თქვენ საკმაოდ ძლიერი ტიპაჟის კატეგორია ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თუ კი მიზნად დაისახავს გარკვეული სახის სიტუაციებს ბოლომდე მიიყვანოს. უბრალოდ თქვენში არის ესეთი მომენტი, როდესაც შინაგანად გაქვს მერყეობის მომენტი. მათი ხედვით, უზენაეს ძალების ხედვით, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აქვს პოტენციალი ნებისმიერი სირთულე გადალახოს. უფრო მეტად გქონდეს საკუთარი თავის რწმენა, უფრო მეტად დარწმუნებული იყავი საკუთარ შესაძლებლობებში და არ იქნება ბარიერი, რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებ. არ იქნება სიტუაცია, რომელსაც ვერ გაუმკლავდები. მათ თვალში შენ ხარ მებრძოლი ტიპაჟის კატეგორია ადამიანი, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ წინ წავიდეს, უფრო მეტად განვითარდეს, უფრო მეტად იყოს სტაბილურ ენერგიებში, უბრალოდ შენივე პრობლემა არის შენივე ემოციურობა და შენივე ვერ დაჯერება საკუთარი შესაძლებლობების. შენ მათ თვალში საკმაოდ ძლიერი და სტაბილური ადამიანი ხარ. ეს არის პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს როგორ ხედავენ უზენაესი ძალები. მათი ხედვით შენ ხარ რაღაც მომენტში ბავშვის პოზიციაში, იმ თვალსაზრისით, რომ სიტუაციებს შეიძლება იმაზე უფრო მეტად მარტივად უყურებდე და იმაზე უფრო მეტად ლაიდად აფასებდე, ვიდრე შეიძლება იყოს. დროა უკვე გაიზარდო, დროა უფრო მეტი პასუხისმგებლობების თავზე აღებას შეეშვა, იმიტომ რომ რაღაცა მომენტებში რო გონია, რომ სიტუაციებს შეიძლება ყველაფერს გაუმკლავდე, რეალურად შეიძლება ის იმაზე უფრო მეტად რთული აღმოჩნდეს, ვიდრე შენ გონია. ნუ დაიკისრებ ზედმეტ პასუხისმგებლობებს და ზედმეტ სიტუაციებს საკუთარ თავზე. ხშირად შესაძლებელი არის გქონდეს მომენტი, როდესაც გინდა რომ ყველას დაეხმარო, გინდა რომ ყველას ხელგაშლილ პოზიციაში იყო, მაგრამ სხვის პრობლემებს სიტუაციურად უბრალოდ თავზე იკიდებდე, ხო? მათი ხედვით შენ ხარ ბავშვის პოზიციაში, იმ თვალსაზრისით, რომ ზედმეტად გინდა რომ ყველას დაეხმარო, ყველას დახმარების ხელი გაუწვიდე, მაგრამ როდესაც საქმეზე მედგება, შენ დახმარება შეიძლება სხვების მხრიდან არ იყოს. მათი ხედვით დროა უკვე გაიზარდო და უფრო მეტად რეალურად შეხედო სიტუაციებს და ცოტა უფრო მეტად მტკიცეთაც იყო ხო შენ პოზიციების მიმართ. და მესამე ვარიანტი. საკმაოდ ემოციური კატეგორიის ადამიანი ხარ, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად შურისმაძიებელი კატეგორიაც ხო? მათი ხედვით შენ ხარ ადამიანი, რომელსაც აქვს პოტენციალი არაფრისგან შექმნას ყველაფერი და ასევე ფულიც გამოიმუშაოს სიტუაციურ კუთხით. ერთადერთი მომენტი შენ რაც გჭირდება რომ გააკონტროლო, ეს არის ზედმეტი ემოციური მდგომარეობა. მომენტებში შენივე ემოციები შენივე მტერია. შეიძლება შენ ემოციურ ფონზე რაღაცა ისეთი გააკეთო, რამაც ძალიანად თავდაყირა დაგიყენოს სიტუაციები. აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს და გეუბნებიან, რომ მეტად იყავი საკუთარ ემოციების კონტროლში. უფრო მეტად იყავი იმ სიტუაციებზე ორიენტირებული, რაც რეალურად გინდა და არა ის, რაც გარშემოყოფებს ჭირდება. მეტად დააფასე საკუთარი შესაძლებლობები, ნუ ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით. შენ ხარ ადამიანი, რომელიც რაღაცა მომენტში იმაზე უფრო მეტად შეუძლია წინ იყოს წასული, ვიდრე შეიძლება ამ ეტაპისთვის იყოს. ანუ რეალურად შენ ამ მდგომარეობით და ამ სიტუაციით, რასაც მიჩვენებს, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით არ ხარ იმ საფეხურზე, სადაც უნდა იდგე. თითქოს სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ, დროა უკვე იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით, რომ მეტად იყო დაფასებულიც და მეტად იყო წინ გამარჯვებისკენ წასული.